წარმოიდგინეთ, რომ ჭადრაკს თამაშობთ და თქვენმა მოწინააღმდეგემ თქვენი თითოეული ნაბიჯი წინასწარ იცის. წაგება გარდაუვალია არა, მაგრამ რა იქნება თუ ის ცოდნა რაც მას აქვს, ყალბია. რა იქნება თუ რეალურად თქვენი ზრახვები სულ სხვაა. ამ შემთხვევაში შანსები უკვე თქვენსკენ გადმოინაცვლებს. ძალაუფლების მესამე კანონში ავტორი გვეუბნება, რომ ყოველთვის უნდა დავმალოთ ჩვენი ზრახვები. თუმცა ზრახვების დამალვა ასეთი მარტივიც არ არის. როდესაც რაღაც გეგმები გვაქვს, ან რაიმე ახლის წამოწყებას ვაპირებთ, მაშინვე გვიჩნდება სურვილი, რომ ეს ყველაფერი სხვებს გავუზიაროთ. ეს ხომ ძალიან მაგარია. კმაყოფილების განცდა გვეუფლება. თითქოს ეს ყოველივე უკვე განვახორციელეთ და საწადელს უკვე მივაღწიეთ. მაგრამ მენდეთ, ასეთი ქცევა თქვენს მიზნებს ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს. მე ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა, ჩემი აზრი გამაჩნია. თუმცა სანამ ამას გაგიზიარებდეთ, მანამდე მინდა ავტორის მიერ ნახსენებ ორ სტრატეგიაზე ვისაუბრო, რომლებიც დაგეხმარებათ საწადელის მიღწევაში. მე-18 საუკუნის საფრანგეთში ახალგაზრდა მარკიზ დე სევენიე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალბატონის, გრაფინია დე ლავალის გულის მოგებას ცდილობდა, მაგრამ მისი მცდელობები ყოველთვის კრახით მთავრდებოდა. იგი პირდაპირ მოქმედებდა, გრაფინიას მუდმივად კომპლიმენტებს ეუბნებოდა და მას ზედმეტად სერიოზულად ეკიდებოდა. თუმცა ქალის მხრიდან ინტერესი უფრო და უფრო იკლებდა. ამ საქმით ცნობილი კურტიზანი ნინონ დე ლანკლო დაინტერესდა. ნინონმა მარკიზს ასწავლა, რომ სურვილი პირდაპირ არ უნდა გამოვლენილიყო. სიყვარული არ არის უბრალოდ ემოცია, ეს არის სტრატეგიული ომი. ქალი არ უნდა დარწმუნდეს, რომ უკვე მოგებულია. პირიქით, მან უნდა იფიქროს, რომ მისი გამარჯვება ჯერ კიდევ არ არის დაზღვეული. მარკიზს დისტანცია უნდა დაეცვა და გრაფინიას მიმართ ცოტა ცივი უნდა ყოფილიყო. ნინონმა ასევე ურჩია, რომ სხვა ქალებით ყოფილიყო გარშემორტყმული. გრაფინიას არ უნდა ცოდნოდა სად იყო მარკიზი და როდის ნახავდა მას. ზოგჯერ ის უნდა ყოფილიყო იქ, სადაც გრაფინია არ ელოდა, ხანდახან კი საერთოდ არ უნდა გამოჩენილიყო. მარკიზმაც გაითვალისწინა ნინონის რჩევები და რაღაც დროით გრაფინია დაინტერესდა. მაგრამ როდესაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, მარკიზმა თავისი ინსტინქტები ვერ მოთოკა. ერთ საღამოს, როცა გრაფინიასთან მარტო დარჩა, ხელები მოკიდა და სიყვარულში გამოუტყდა. გრაფინია დაიბნა. ის ამ თამაშს აჰყვა, იმიტომ რომ ინტრიგა უყვარდა, მაგრამ მარკიზის სიტყვებმა ეს ინტრიგა გაანადგურა. ახლა ის ხედავდა არა მომხიბვლელ და იდუმალ მამაკაცს, არამედ უბრალო რომანტიკოს, რომელმაც ყველაფერი გაამხილა. მარკიზმა დაარღვია ძალაუფლების მესამე კანონი. თავისი ნამდვილი ზრახვები გაამჟღავნა. თამაშის ბოლოს ქალმა ყველაფერი დაინახა ზედმეტად პირდაპირ და ის ინტრიგაც გაქრა. ის რაც გრაფინიას მარკიზში იზიდავდა, სწორედ ეს გაურკვევლობა და საიდუმლოება იყო. საბოლოოდ კი მარკიზმა ეს ყველაფერი გაანადგურა. ადამიანების უმრავლესობა გადაშლილ წიგნს გავს. პირველივე შესაძლებლობისას მუდამ ხმამაღლა ვამბობთ საკუთარ მოსაზრებებს და გეგმებს. ასეთი ადამიანის ბუნება. ძალიან სასიამოვნოა გამოდმებით საკუთარ გრძნობებზე და სამომავლო მიზნებზე საუბარი. თუმცა ავტორის თქმით, ის მოსაზრება, რომ გულღიაობით და პატიოსნებით გულებს დაიპყრობთ და საკუთარ თავს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენთ, არის დიდი ტყუილი. თქვენი პატიოსნება სხვებს ადვილად გააბრაზებს. ნაცვლად უხეში და სასტიკი სიმართლისა, სჯობს ადამიანებს უთხრათ ის, რისი მოსმენაც მათ სურთ. უსაზღვრო ღიაობა შედეგად მოგიტანთ იმას, რომ სხვებისთვის სავსებით პროგნოზირებადი გახდებით, თანაც პატივისცემასაც დაკარგავთ. ამიტომ ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ დამალოთ თქვენი ზრახვები. ამ საქმეს კი ამარტივებს ადამიანის ბუნების თავისებურება, რომ ყოველთვის ენდოს იმას, რასაც ხედავს ან ისმენს. მუდმივი ფიქრი იმაზე, რომ ხილულს მიიღმა რაღაც იმალება, გვხლის და გვაშინებს. თუმცა მე პირადად ზედმეტად ეჭვიანი ადამიანი ვარ. ყოველთვის ვცდილობ დავინახო ვინ რას რატომ აკეთებს და რა უნდა რეალურად. ამის გამო ყოველთვის შემხვედრია ისეთი მომენტები, სადაც ჩემი ეჭვები გამართლებულა. შეიძლება მათ ეს წიგნი საერთოდაც არ წავუკითხავთ, თუმცა დამერწმუნეთ, ბევრი იყენებს იმას, რაც ამ კანონში წერია, გაუაზრებლად თუ გააზრებულად. ავტორიც სწორედ ამას გვირჩევს. მისი თქმით, ჩვენი მიზნების საერთოდ დამალვა კარგი არ არის, რადგან ადამიანების თვალში არაგულწრფელი გამოჩნდებით. პირიქით, უნდა ისაუბროთ თქვენს გეგმებზე, მაგრამ არა რეალურ, არამედ ყალბ გეგმებზე. მაგალითისთვის, 1711 წელს ინგლისის არმიის მხედარ მთავარს მალბოროს ჰერცოგს სურდა დაენგრია ფრანგული არმიის უმთავრესი ციხესიმაგრე, რომელიც საფრანგეთის გზებს იცავდა. თუმცა თუ კი ის ციხესიმაგრეს დაანგრევდა, ფრანგები მიხვდებოდნენ მის განზრახვას, მთავარი გზის დაპყრობას. ამიტომაც ჰერცოგმა ციხესიმაგრე დაიპყრო და იქ ჯარის მცირე ნაწილი ჩააყენა. იმის მოსაჩვენებლად, რომ ეს ადგილი მას თავად სჭირდებოდა. ფრანგებმაც უკან შეუტიეს, ციხესიმაგრე დაიბრუნეს და თვითონვე გაანადგურეს. სწორედ ამგვარად გზები დაუცველი დარჩა და ჰერცოგმა დაუბრკოლებლად გაიარა მთელი საფრანგეთის ტერიტორია. ამგვარად გეგმები კი არ უნდა დამალოთ, არამედ უნდა შექმნათ ფიქტიური მიზნები და გამოიყენოთ ეს თქვენს სასარგებლოდ. ასევე კიდევ ერთი ძლიერი იარაღი, რომელიც მსხვერპლის ცდარკვალზე დაყენებას ემსახურება, არის ყალბი გულწრფელობა. ადამიანებს სურთ, რომ დაიჯერონ გარშემოყოფების პატიოსნება. ამიტომ იყავით იმდენად გულწრფელი, რომ თქვენი ტყუილის თავადაც გეჯეროთ. ეს სიტყვებს უდიდეს ძალას მიანიჭებს.
თუმცა ეს მარტივი საქმე არ არის. ძალიანაც არ უნდა შეტყოთ. სხვაგვარად თქვენი გულწრფელობა სიყალბედ გამოჩნდება, ანუ იმად, რაც რეალურად არის. მე კი ამ საკითხზე ოდნავ სხვაგვარი შეხედულება მაქვს. არ გირჩევთ, რომ არა გულწრფელი და მატყუარა ადამიანი გახდეთ. თუმცა ის, რაც ამ წიგნში წერია, სწორედ ასეთი ადამიანების ამოცნობაში დაგეხმარებათ. თუმცა ის შეხედულება, რომ თქვენს მიზნებზე არ უნდა ისაუბროთ, ჩემი აზრით, სწორია. როდესაც ჩვენს გეგმებს სხვებს უზიარებთ, კმაყოფილების განცდა გვეუფლება. ტვინი დოფამინს გამოყოფს, რადგან მას გონია, რომ უკვე მივაღწიეთ საწადელს. რეალურად კი არც არაფერი არ გვიკეთებია. თუმცა ჯილდოს მაინც ვიღებთ. ეს კი ხელს გვიშლის კონცენტრაციაში და რეალური საქმის კეთებაში. ახლა კი კანონის მეორე ნაწილზე გადავიდეთ. მეორე ნაწილში ავტორი გვასწავლის თუ როგორ გამოვიყენოთ კვამლის ფარდა ჩვენი მოქმედებების შესანიღბად. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ რა არის კვამლის ფარდა. მოდით ერთ ისტორიას მოვყვები და ამას თქვენი თვე მიხვდებით. 1920-იან წლებში ეთიოპია დანაწევრებული იყო. სხვადასხვა სამხედრო მმართველი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ძალაუფლებისთვის იბრძოდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე გამჭრიახი რასტაფარი, იგივე ჰაილე სელასიე აღმოჩნდა. 1927 წელს ის უკვე იმდენად გაძლიერდა, რომ მეთაურები სათითაოდ იხმო ადის-აბებაში ერთგულების დასამტკიცებლად. თითქმის ყველა დაემორჩილა, მაგრამ ერთმა მხედართმთავარმა ბალჩამ სელასიეს პირდაპირი გამოწვევა გაბედა. ბალჩა თავქარიანი და გამბედავი მეთაური იყო. მან გადაწყვიტა, რომ ადის-აბებაში თავის 10,000 კაციან არმიასთან ერთად მისულიყო. ეს ძალა საკმარისი იქნებოდა როგორც სელასიეს დაშინებისთვის, ისე საჭიროების შემთხვევაში ქალაქის გასანადგურებლად. ის დედაქალაქთან ახლოს დაბანაკდა და მშვიდად დაელოდა. სელასიე ნაცვლად იმისა, რომ ბალჩას ღიად დაპირისპირებოდა, მუდმივად თავაზიანობას და მოკრძალებას ავლენდა. მან შიკრიკი გააგზავნა, რათა ბალჩა მის საპატივცემლოდ გამართულ წვეულებაზე მიეწვია. ბალჩამ იცოდა, რომ ეთიოპიის ისტორია სავსე იყო ნადიმებით, სადაც მოწინააღმდეგეები მოწამლეს ან სიკვდილით დასაჯეს. ამიტომ მან 600 საუკეთესო მეომარი შეარჩია და სელასიეს სასახლეში მხოლოდ მათთან ერთად გაემართა. თუმცა სელასიემ მათი დასწრება პატივად ჩათვალა. წვეულებაზე სელასიე მორიდებული და თავმდაბალი ჩანდა. თითქოს ბალჩას მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გააკეთებდა. ამის გამო ბალჩას სელასიე შეშინებული ეჩვენა. საკუთარი თავი კი უდიდესი მმართველი ეგონა. ამ თავდაჯერებულობის გამო ბალჩა უკვე ღიად დაემუქრა სელასიეს და უთხრა, რომ თუ ამ ღამით ბანაკში არ დაბრუნდებოდა, მისი ჯარი ქალაქს გაანადგურებდა. როდესაც ნადიმი დასრულდა, ბალჩამ თავისი 600 მეომრით მოხარულმა დატოვა სასახლე. ის გზაში ფიქრობდა, თუ როგორ დაბრუნდებოდა უკან, როგორ დაამხობდა სელასიეს და როგორ გაანადგურებდა დედაქალაქს. მაგრამ როდესაც ბანაკს მიუახლოვდა, იქ არაფერი დახვდა. არც მისი ჯარისკაცები, არც კარვები. ბალჩა გაოგნდა. თურმე სელასიეს ერთგულმა მეომრებმა ნადიმის პარალელურად მოახერხეს ბანაკში შესვლა. მათ ბალჩას მეომრებს უთხრეს, რომ მმართველები უკვე შეთანხმდნენ. ოქროს სანაცვლოდ იარაღები ჩაიბარეს, ჯარისკაცები კი სახლებში გაუშვეს. ბალჩაც მიხვდა, რომ გასაქცევი აღარცად ჰქონდა და დანებდა. ასე უმტკივნეულოდ მოაგვარა სელასიემ ეს ამბავი. იმის მაგივრად, რომ ბალჩას პირდაპირ დაპირისპირებოდა, მან მისი ყურადღება სხვაგან მიმართა. ბალჩას ეგონა, რომ მას ხაფანგს უგებდნენ. ამიტომაც აიყვანა 600 მეომარი ნადიმზე. ხაფანგი მართლაც არსებობდა, თუმცა არა იქ, სადაც მას ეგონა. ავტორის თქმით, ეჭვიანი და ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანის მოტყუება უფრო მარტივია. უნდა ვეცადოთ, რომ მათინდობა მოვიპოვოთ ერთ კონკრეტულ საკითხში და უკვე შეგვეძლება მათ წინააღმდეგ კვამლის ფარდის გამოყენება. კვამლის ფარდა ყურადღების გადატანის მექანიზმია და მისი გამოყენება რამდენიმენაირად შეგიძლიათ. ყველაზე მარტივი ფორმა სახის გამომეტყველებაა. ძალიან ბევრი ისტორიული მოღვაწე იყენებდა ამ ტაქტიკას. ისინი მათ ნამდვილ მიზნებს და მოსაზრებებს გულისხმიერი ღიმილით, არაფრის მომცემი და შეუვალი გამომეტყველებით მალავდნენ. ასევე კანონზომიერებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ ვინმეს რამეს დააჯერებთ, მან უნდა იფიქროს, რომ სვლას იგივე მიმართულებით აგრძელებთ. ავტორის თქმით, მოთმინება და თავმდაბლობა სწორედ ის თვისებებია, რაც თქვენს სანდომიანი ერს უზრუნველყოფს. თუმცა იგი ასევე გვაფრთხილებს, რომ თუ ღრმად შევტოპავთ, შესაძლოა მატყუარის რეპუტაცია ჩამოგვიყალიბდეს. დაიმახსოვრეთ, არ არსებობს მხედართმთავარი, რომელიც ციხესიმაგრის აღებას გეგმავს, შემდეგ კი მის გეგმებს მოწინააღმდეგეს უზიარებს. ჩემი პირადი აზრით კი საერთოდ არ არის საჭიროდ ყურლებით ავსოთ გარშემოყოფები და საკუთარი თავიც, უბრალოდ სიჩუმეც კმარა. იყავით თავმდაბალი, არასდროს ისაუბროთ თქვენს მიზნებზე და მიღწევებზე. ყველაფერი საჭირო დროს ისედაც გამოჩნდება. ასევე დააკვირდით ადამიანებს თქვენს გარშემო და ეცადეთ ამოიცნოთ მათი ნამდვილი ზრახვები. დამერწმუნეთ, ბევრი ადამიანი ჩვენს გარშემო ამ კანონს გაუაზრებლად იყენებს და ამან შესაძლოა ჩვენ ზიანი მოგვაყენოს. სწორედ ამიტომ გაგიზიარეთ ეს ყველაფერი. ამ ცოდნის თავის დასაცავად გამოყენება ძალიან დაგვეხმარება. სულ ეს იყო რისითქმაც მინდოდა. დროებით, აბა ხეთ.